მოგესალმებით. შევამოწმო ისმის. მოგესალმებით. მადლობა ყურადღებისთვის, ლოდინისთვის, როგორც ვატყობდი მიმდინარე კომენტარებით. იყო ნამდვილად ლოდინი დღევანდელი Facebook ჩართვისა. მე ვფიქრობ, რომ გადაჭარბების გარეშე უნდა გამოვუწყვეთ ერთმანეთს სიმართლეში ის პროცესი, რომელიც არის მიმდინარე ნაციონალურ მოძრაობაში უკანასკნელი 4 დღის განმავლობაში არის თავი და ბოლომდე უნიკალური. უნიკალური პროცესია თავისი შინაარსით. თვითონ მეგობრებო, ამხანაგებო, არ ვიცი, ოჯახის წევრებო, პარტიის წევრებო, გულშემატკივრებო, ხარდაჭერებო, იმიტომ რომ მსგავსი რამ ჯერ უბრალოდ არ მომხდარა ქართული პოლიტიკის სინამდვილეში, მსგავსი ხარისხის გამჭირვალობას ადგილი არ ჰქონია და ეს არ არის უბრალოდ გულზემჯიღის ცემა რა მაგრებივა ჩვენ ნაციონალურ მოძრაობაში და სხვას ეს ყველაფერი ჯერ არ გაუკეთებია. ნიშნის მოგებას არ ვაპირებთ. უბრალოდ გვიხარია და ვეცდებით რომ ეს ყველაფერი დაინერგოს ტრადიციულად ნაციონალურ მოძრაობაში ერთი და შემდეგ მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია დემოკრატიის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ასევე შიდა პარტიულ აი ამ კომპონენტს დანერგავს და რატო იცით? იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა 2003 წელს აღმოჩნდა ძალა, რომელმაც შემოაბრუნა ქვეყანა დასავლური ღირებულებებისკენ, ფასეულობებისკენ, დასავლეთისკენ შემოაბრუნა და ეს არ იყო მარტივი. მერე რა გაკეთა, რა მოხდა იმ წლების განმავლობაში, რომ სახელმწიფო მოდერნიზდა, ამაზეც ბევრი ვისაუბრია, ვისაუბრებთ და მრავალი წელი კიდევ ისაუბრებს ბევრი ადამიანი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. და 2012 წელს, როდესაც პარტიამ იპოვა ძალა, მშვიდობიანად დაეთმო ძალაუფლება. და ეს არ იყო ადვილი გასაკეთებელი. იმ პირობებში, როდესაც სიმართლე ვუთხრათ კვლავ ერთმანეთს, სახელმწიფო შტოები 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არ იყო, ხო? რიგი მიმართულებები უკეთესეს იმედს ტოვებდა, ხო? და ცდუნება იმისა, რომ ხელისუფლება არ დაგეთმო, იყო უდიდესი. არ იყო დიდი, იყო ნამდვილად და ამ გადმოსახედიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილს უყურებთ და ქართულ ცნებას უყურებთ, როგორ არ შეიძლება თქვა, რომ შეიძლებოდა, ხო, ვინმე ეს აზრად მოსვლოდა 2012 წელს იგივე გაეკეთებია. მაგრამ არ გააკეთეს. და არ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა ის, რისიც თავად ქართულ ოცნებაში ძალიან ბევრს არ ჯეროდა და გაიგებდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, რომ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობა არ წავა არჩევნების გზით, გამორიცხული არის, ხომ მოხდა ის. მოხდა ამ ქვეყნის და სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. და ბევრს ძალიან იმედი ჰქონდა, რომ რაღაცა კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და ამიერიდან ვინც კარგად არ მოეწევა ხელისუფლებაში, ესე გადავირჩევთ. მაგრამ ნახეთ რა, ის რასაც ვაკვირდებით, რომ პრაქტიკულად არჩევნები გაუქმდა ქვეყანაში დღეის მდგომარეობით. ხო და ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ტრადიციებს ქმნიდა, პოლიტიკურ ტრადიციებს აყალიბებდა ამ ქვეყანაში. ნაციონალური მოძრაობა ქმნიდა პოლიტიკურ კულტურას, ქმნიდა და ასევე ქმნის პოლიტიკურ კლასს. და ახლა მე ვფიქრობ დადგა დრო, როდესაც დამატებითი ცვლილებები უნდა განახორციელოს ნაციონალურ მოძრაობამ და სისულეში მოიყვანოს და ეს წესად იქცეს, ტრადიციად, ისევე როგორც ბევრი რამ ნაციონალურ მოძრაობამ გააკეთა. ამ შემთხვევაში გულისხმობ რას? აი ეს პროცესი ფართო, მასობრივი ფორმატი, რომელიც გამოიყენება ნაციონალურ მოძრაობის რიგებში, რომ თავმჯდომარე იქნეს არჩეული, ნამდვილად არის უპრეცედენტო, მაგრამ ამით არ ვაპირებთ ჩვენ გაჩერებას და არ მინდა რომ ეს იყოს ერთჯერადი აქტი. იმიტომ რომ უბრალოდ ფაქტის წინაშე დავდექით და გრიგოლ ვაშაძემ დაგვტოვა ინგლისურად წავიდა ბატონი გრიგოლ ვაშაძე ბევრისთვის მოულოდნელად და ბუნებრივია ასე პარტია ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებდა, ხომ? მე ვფიქრობ, რომ
კამპანიური ძალა აი ამ პროცესს არ ქონია, ჩვენ 2-3 კვირის განმავლობაში კამპანია არ გვიწარმოებია, რომ ეხლა უნდა დავიწყოთ ელექტრონულ ფორმატში არჩევნები. მიუხედავად ამისა, კამპანია შედგა და რატო იცით, როგორც აღმოჩნდა, საჭიროება გაჩნდა, საჭიროება ყოფილა, ხო? ხალხმა 31 ოქტომბრის შემდეგ ბევრმა უბრალოდ დაკარგა შეგრძნება, რომ მისი ერთი ხმა, მისი როლი საერთოდ რამეში სჭირდება ვინმეს. ხო? და ჩვენ ახლა ვეუბნებით, რომ არა მხოლოდ უბრალოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე, ჩვენს გულშემატკივრებს, ჩვენ ხარდაჭერებს უნდა გქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, არამედ პროცესში აი არჩევნებიდან არჩევნებამდე რა პერიოდიც არის, მანამდე უნდა ვითანამშრომლოთ ძალიან მჭიდროდ. და ეს ტრადიცია უნდა დამკვიდრდეს და როგორ? ერთის მხრივ ამორჩევლებს, გულშემატკივრებს, პარტიის წევრებს უნდა გქონდეს შესაძლებლობა აი ამ პლატფორმაზე, რომელიც დაიხვეწება აუცილებლად, ეს არის ჩემი აუცილებელი პირობა, რომელიც შესრულდება, დაიხვეწება და მთელი რიგი საკითხები, რომელიც პარტიაში მსჯელობის შედეგად იმ წერტილამდე მივა, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, გამოვიტანთ სამსჯავროზე, სადაც ამორჩევლებს მონაწილეობის მიღება მოუწევთ პარტიის წევრებს განსაკუთრებით კენჭისყრის სახით. ანუ ისინი გახდებიან არა უბრალოდ თვალყურის მდევნელები, არამედ ნაწილი ამ პროცესის მართვისა. ერთი მხრივ ეს და მეორე მხრივ შესაბამისი პლატფორმა, როდესაც დაიხვეწება, ჩვენს გულშემატკივრებს, ჩვენს პარტიის წევრებს და ამორჩევლებს უნდა გქონდეს შესაძლებლობა, რომ მათი იდეები და ინიციატივები ამ პლატფორმაზე მოიტანონ და იბრძოლონ მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ანუ კამპანია აწარმოონ. და ეს ჩემი აზრით მოიტანს თავს. ჩართულობა იქნება გულახდილი, გულწრფელი, მთელი აი 365 დღის განმავლობაში. ეს არის ჩვენთვის, ჩემი ღრმაწმენით, ერთადერთი უებარი გამოსავალი პარტიის გაძლიერების გზაზე. სხვა უბრალოდ ალტერნატივა ამ ყველაფერს არ აქვს. ეს ფორმატი, რომელიც დღეს მიმდინარეობს ელექტრონულ ფორმატში, გულისხმობ კენჭისყრას, თავიდან ბოლომდე უნდა ითქვას სიმართლე იყო მიხეილ სააკაშვილის იდეა და შემოთავაზება, რომ კანდიდატები შევარჩიოთ მასობრივი გამოკითხვის ფორმატში და გაამართლა იმაზე მეტად ვიდრე ველოდებოდით. ახლა ჩვენი ამოცანა რომ უამრავ ადამიანს ახლა გაუჩნდეს განცდა, რომ ისინი არიან ნაწილი ნაციონალური მოძრაობისა, როგორც უნიკალური მოძრაობისა, რომელზეც იქნება დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. ეხლა რამდენი ადამიანი გვიყურებს, რამდენი ადამიანი ნახავს ეხლა ამ Facebook მიმართვას და ჩართვას, ხო? და რამდენი თქვენგანი არ არის არც ერთხელ ნამყოფი პარტიაში, ოფისში, უბრალოდ გულშემატკივრები ხართ. არა უნდა იყოთ. ჩვენ გიხსენებდით თქვენ დიდ ნაწილს, როცა იწყებოდა საარჩევნო კამპანია და მოვდიოდით, გესაუბრებოდით და თუ კი გაწმუნებდით, ხვალს გვაძლევდით, ხო? არჩევნებამდე, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს პროცესი არჩევნებამდე ერთად ვიყოთ და კარები მაქსიმალურად გავაღოთ და ბევრი ახალგაზრდა განსაკუთრებით, ბევრი ახალგაზრდა შემოვიდეს. და ეს მოხდება. როცა საკუთრების განცდა ექნება უამრავ ადამიანს, ვიდრე დღეს აქვს, შედეგიც იქნება სხვა. დიახაც, აი მაგალითად, აი მე რო ახლა სახლი დამეწვას, მე ძალიან ვინერვიულებ, ხო? და ჩემთვის ეს იქნება ძალიან ცუდი დღე და ჩემი მეგობრები, გულშემატკივრებიც ნამდვილად ინერვიულებთ და გული დაგწყებათ, მაგრამ არა იმაზე მეტად ვიდრე მე დამწყება, ხო გული, და ჩემი სახლი დაიწვება რა. როდესაც არჩევნები ყალბდება, მაგრამ თქვენ ამ პროცესში გაქვთ ინტელექტუალური წილი ჩადებული, ემოციური წილი ჩადებული, მათ შორის ფინანსური წილი ჩადებული, თქვენ სხვანაირად აღელვდებით. სხვანაირად იქნებით ხიზლად ამ პროცესისადმი. იმიტომ რომ თქვენ არ მოგივათ ფიქრი თავში, რომ იცით რა არჩევნები გაყავთ, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი, სახელმწიფოს ძალიან ცუდი, მაგრამ ნუ პარტია ნაციონალურ მოძრაობას გაუყავთ და მიშას გაუყავთ არჩევნები, მელიას გაუყავთ არჩევნები, სხვებს გაუყავთ არჩევნები, ხო?
ეს ცუდ სცენარიოს ვალვითარებ ახლა. ჩემი და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველას კონდეს საკუთრების განსტანო sense of ownership, რასაც ეძახიან. თქვენ უნდა ჩათვალოთ, რომ თქვენ გაგიყავდეს არჩევნები. წარმატება იქნება და იქნება აუცილებლად. განვითარება იქნება და იქნება აუცილებლად. თქვენ უნდა გქონდეთ მყარი განცდა და შეგრძნება, რომ ეს თქვენი წარმატებაა და არა მიშა სააკაშვილის, არა ნიკა მელიასი, არა ლევან ვარშალომიძესი, არა სხვა მეგობრების, ხო? თქვენი უშუალოდ და რა მოიტანს ამ შეგრძნებას, ამ მყარ განცდას? თქვენი აქტიური ჩართულობა, მეტი არაფერი. თავდაბლობის გარეშე გეტყვით რა. ის რაც ემპირიულად მოხერხდა და დავინახე და გავაკეთე გდანის რაიონში, იგივე უნდა განაზოგადდეს მთელს ქვეყანაში. 3 თვის განმავლობაში მე პრაქტიკულად ტელევიზიით არ გამოჩენილა ერთი კომენტარი არ ქონდა გაკეთებული და პერსონალურ ურთიერთობებს ვამყარებდი ადამიანებთან, რომლებიც არ იყვნენ ჩვენი პარტიის არა თუ უბრალოდ პარტიის წევრები და მხარდაჭერები, ამომრჩევლებიც კი. 5-იანმა კამპანიამ მოგცა შედეგი. ძალიან ბევრი ადამიანი ნაციონალურ მოძრაობას შემოემატა, რომლებიც იყვნენ ძალიან ფრთხილად ჩვენთან რაიმე სახით ასოცირებასთან, ანუ კომპლექსი ჰქონდათ, მე ამას ხო ხედავდი განსაკუთრებით ახლებს. ეს რაღაცა უხილავი ბარიერი იყო. ამან განაპირობა რა და გადამადგმებიან ნაბიჯი გდანის რაიონში შემდეგი. მაიძულა რომ მთავარი შტაბი, რომელიც გავხსენე გდანის რაიონში, ყოფილიყო ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი და არც 5 ნომერი გავაკარე იქ და არც ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტიის სახელწოდება. ჩემი ბანერი იყო და ჩემი გამოხატულობა რა თქმა უნდა იყო და ნუ დაინტერესებული მხარისთვის იყო გასაგები რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის ოფისია. და რატო ქენი იცით არ გაინტერესეთ? იმიტომ რომ დავინახეთ ბევრში კომპლექსი და არ უნდათ მოსვლა პარტიულ ოფისში. იმ ოფისის გარდა 8-9 სხვა ოფისი ჰქონდა. 5 თვის განმავლობაში ნელ-ნელა ეს კომპლექსი თვალსა და ხელშულა იმსხვრეოდა, სტერეოტიპები იმსხვრეოდა და დღეს ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის პროცესში ჩავერთოთ, არ ჩავერთოთ სამუშაო პროცესში, არიან აქტიური წევრები ნაციონალური მოძრაობის და მხარდაჭერები. აი ეს უნდა გაკეთდეს. მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს, იცით? უნდა ვიყოთ გულწრფელები და უნდა ვესაუბროთ ადამიანებს დაუფარავოთ, არ დაუმალოთ სიმართლე და გულახდილი მზაობა განაცხადოთ, რომ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ პარტიის კარებები უნდა გაიგოს და იყოს გამჭირვალი. ჩემი ამოცანა, აი როგორც ეხლა თქვენ ხვალ დამთავრდება კენჭისყრა 9 საათამდე ხმას მაძლევთ ნაწილი ლევან ვარშალომიძეს და მადლობა უნდა გადავუხადო ლევან ვარშალომიძეს, აი მართლაც ამ პროცესის შექმნისთვის რატო ვამბობ, იცით, ამაზე ლევან ვარშალომიძეს თანხმობა რომ განეცხადებია ამ პროცესში მონაწილეობაზე, ეს პროცესი ხო არ შედგებოდა. და ეს პროცესი როცა იწყებოდა, არ ვიყავი ნამდვილად დარწმუნებული და არც ლევანი იქნებოდა დარწმუნებული, რომ აუცილებლად გამარჯვებით დასრულდებოდა. მე ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული. ეს არ იყო ფარსი პროცესი. ამიტომ ისტორიულ აი ამ პროცესში წვლილი დიდი არის ძალიან ლევან ვარშალომიძესი, ძალიან დიდია. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ კი მე უახლოეს პერიოდში თქვენთვის ხილულად თქვენ ვერ დაინახავთ, თქვენ ამას ვერ იგრძნობთ, უამრავი ახალგაზრდა, ახალი ადამიანი, საჭირო ადამიანები ათფუსფუსებენ ჩვენს გარშემო არ ემარს არაფსეპე. 2-3 თვეში ეს უნდა დაინახოთ, ეს უნდა იგრძნოთ. რომ ადამიანები, ვინც არ მოდიოდნენ ნაციონალურ მოძრაობაში, დღეს მოვიდნენ. ეს თქვენ თუ არ დაინახეთ, მე ჩავთვლი, რომ თავშივე ეს მისია, რომელიც მე უნდა ვიკისრო მეგობრებთან ერთად, უკვე ვერ შევასრულე. მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი გამოგვივა. იმიტომ რომ ვიცი, გამიკეთებია და გძნობ, რომ შედეგი იქნება იმაზე ეფექტური, ვიდრე კეთილსურველებს გაუხარდებათ. ეს ერთი რისი თქმაც მინდა, რომ აუცილებლად ეს პროცესი უნდა ტრადიციად იქცეს. და მადლობა ამისთვის მიხეილ სააკაშვილს, გულახდილად მისი იდეა იყო ელექტრონულ ფორმატში მოხდარიყო შეჯიბრობითობა. და მეორე მთავარი რა, ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს არის ნაციონალურ მოძრაობაში, მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ აკეთონ, ვიდრე აკეთებენ. მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი არ არის მაღალი, ვიდრე შეიძლება იყოს. მე ხო ვიცი. მაგალითად ლევან ხაბეიშვილი, ხო? ადამიანთან, რომელთანაც 2014 წლიდან თანამშრომლობდი ძალიან აქტიურად.
და სხვათა შორის ეს მაგალითი მინდა მოგიყვანოთ 2014 წელს მე და ლევან ხაბეიშვილმა ოფისი ვიქირავეთ ეგრეთ წოდებული პირიმზეს ოფისში იქ და მთავარი მიზეზი რატომაც იქ ვიქირავეთ ჩვენ ოფისი ისიც რა იყო იმიტომ ბევრი ადამიანი უარს ამბობდა პარტიის ცენტრალურ ოფისში სიარულზე 2014 წელს განსაკუთრებით და მე ლევან ხაბეიშვილს ვიცნობ ადამიანად რომელსაც გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მაგალითად ანტიკორუფციული საკითხების ქეკვა, გამოღავნება, კორუმპირებული ადამიანის მხილება და შესაძლებელი. გაცილებით მეტი. არაჩვეულებრივი ადამიანი ირაკლი ყიფიანი, ხო? ჯერ ჩვენ ვერ გაუხსენით მას ასპარეზი. უნიჭიერესი ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ასპარეზი ჯერ არ მიგეცით. ანუ მას ვერ გაუჩინეთ საკუთრების განცდა, რომ ეს ადამიანი მუშაობდეს 24 საათის განმავლობაში აქ და მან თავისი მეგობრები, თავისი ასე ვთქვათ ხარდაჭერები, გულშემატკივრები, ასევე ამ შრომის ფეხბურთში ჩასვას, ნიჭიერი ადამიანები. არის გიორგი გამყრელიძე, ასევე არაჩვეულებრივი ადამიანი, ბევრი ახალი ადამიანი უნდა მოვიდეს პარტიის მართვაში. და ეს ყველაფერი თქვენ ცნობილი უნდა გახდეს. ამის გარეშე კიდევ ერთხელ ვამბობ. პარტიის თავმჯდომარეობა ჩემთვის პირდაპირ გეუბნებით. სასიამოვნო ტვირთის გარდა არაფერი არ არის. რბილად ვამბობ ეს. ეს არის თანამდებობა, რომელიც რა გითხრათ ეხლა არც პრივილეგიას იძლევა და არც სიკეთეს ოპოზიცია ამ ტიპის სახელმწიფოში, სადაც ოპოზიციონერი თან თავარი ოპოზიციური პარტიის იდევნება, ერთი შეხედვით ეხლა რატომ უნდა გიხაროდეს, ხო პასუხისგებლობის გარდა არაფერი არ არის. მაგრამ ეს ის პასუხისგებლობაა, რომელიც პატივი არის, აქვე უნდა ვთქვა, კი, ეს ნამდვილად არის პრივილეგია. ხო? მაგრამ მე არ ვიბრძვი თავმჯდომარეობისთვის, მაგრამ ისთვისაც ვაპირებ ბრძოლას ცვლილებებისთვის, ამას გეუბნებით. ამ გზაზე შესაძლებელია კიდეული რეფორმების გატარების პროცესში, ვიღაცა გავანაწყენო, ვიღაცა თავიდან ვერ გამიგოს, მაგრამ ჯერა რომ ძალიან ბევრი მოკავშირე მეყოლება, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში ვცხოვრობ და ვხედავ უკვე, რომ არსებობს პირიქითე საქართველოს. არსებობს ნაციონალური მოძრაობის ძალიან მყარი ამორჩეულთა ბაზა, ელექტორატი, მოდით ასე ვთქვათ, რომელიც ტრადიციულად გვაძლევს ხმას. სულ რომ კამპანია არ ჩავატაროთ, მაინც მოვლენდა მოგცემენ, ასე არსებობენ ადამიანები აქვე, რომლებიც კამპანიის შედეგად გვემატებიან, ხო? წავედით შემდეგ, არსებობენ ქართული ოცნების, ანუ ხელისუფლების ხარდაჭერები და პირიქითა საქართველოში არსებობენ ადამიანები, შეიძლება ქართულ ოცნებაზე რაოდენობრივად მეტენიც უკვე, რომლებსაც აღარ უნდათ ქართული ოცნება, ბიზინა ივანიშვილის გაგონებას კი არ უნდათ ყობახიძეს, მაგრამ არ არიან ჯერ მზად ხმა მისცენ ნაციონალურ მოძრაობას. ეს სიმართლე არის. ჩვენ თუ სწორ დიაგნოზს არ დავსვამთ, განსაკუთრებით თბილისში, ჩვენ შედეგს ვერ მივახცევთ. და ჩემი ამოცანა მეგობრებთან ერთად უნდა გახდეს, რომ მყარი ხარდაჭერა რაც კი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, იმ საფუძველს, რომელსაც სათავე ჩაუდგა ვინ მიხეილ სააკაშვილმა, ხო? უნიკალურ ასე ვთქვათ რეფორმებს 2003 წელს და მისი მეცადინეობით და პლუს მიხეილ სააკაშვილის უნიკალურობით და გამომდინარე ეს ხარდაჭერა შეინარჩუნა დღემდე ადამიანმა, რომელიც დევნილია, ხო? და ქვეყანაში არ არის. არ არის საკმარისი ხახო. გულს ნუ ერთმანეთს ნუ მოვხანთ, ხო? ამ ყველაფერს უნდა დავაშენოთ ერთი იმდენი ხარდაჭერა და როგორ მუხჩაო ხელი შრომის სწორი ხედვით და მისიით. რა არის ჩვენი მისია, რა გვინდა? ვუყურებთ თუ არა ნაციონალურ მოძრაობას როგორც ინსტრუმენტს ამ ქვეყნის გადასარჩენად. დიახ, მე ასე ვუყურებ ნამდვილად. და ხედავ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე. იმდენად უნდა გავზარდოთ ხარდაჭერა, რამდენადაც არ უნდა გააყალბოს ბიზინა ივანიშვილმა, წაგებული იქნება აპრიორი. გააყალბა უბნებზე უკადრებელი იკადრა, დაარბია იარაღით, არ ვიცი, დაკავებები, ოფისების დაწვა, რა არ იკადრა, ხო? და ავიღეთ 28%. შემდეგი არჩევნები როცა იქნება ეხა სამოქალაქო პროტესტი, რა პროცესის განვითარებაც არ უნდა მოყოს, მოშეთახეთ ყველა ვარიანტში არჩევნებამდე მივიღოთ, ხო? რომ ხელ ეწიფებოდეს ბიზინა ივანიშვილს, არჩევნები კვლავ გააყალბოს, მაგალითისთვის ვამბობ, ხო?
ნაციონალურ მოძრაობამ 28% კი არ უნდა აიღოს. უნდა აიღოს 35%. 37%. გაცილებით მეტი. ერთი სიტყვით, ხარვეზები არსებობს ჩვენ სიაში, ამას სჭირდება გამოსწორებადი არის ყველა რთულ კომპლექსურ პრობლემას აქვს მარტივი გამოსავალი. ეს მარტივი გამოსავალი ახლა არის мотиваციაში, სწორ ხედვაში, სწორი ადამიანების შემოკრებაში, ახალი საჭირო დამატებითი ხალხის შემომტკიცებაში და მათთან ერთად შრომაში. მე გვირდებით დაახლოებით თვე ნახევარში, აი ამ შენობაში ცენტრალურ ოფისში ვიმყოფები ხა და არა მხოლოდ აქ. აქ ბევრი ისეთი ადამიანი უნდა მუშაობდეს, უნდა იფერფლებოდეს მართლა ამ ქვეყნის სიყვარულით, ხო? რომელსაც აი დღეს პარტიის წევრები შეიძლება არც კი იცნობდნენ და მათი ნაწილი შეიძლება სულ რაღაც 1 წლის წინ 2018 წელს პარტიის ამორჩევლებს არ უნდა არ იქნებოდნენ და არც კი იყვნენ. გდანში ეს მოხდა ხახტო. ბევრი ვიბრძოლეთ, პარტიამ აიღო 28%, გდანში ყველაზე მაღალი თბილისში, სამგორმა ძალიან კაი შედეგადობა რომ ვაჯობეთ სამგორს. ლევანს არ ეწყინება და მქონდა ეს მეგობრული შეჯიბრებითობა, ვაჯობეთ პირველადის გავედით, მაგრამ ახლა რა მოხდა? 44% ავიღე მე გდანში, ანუ 16%-ით მეტი. ეს ერთი სიტყვით ჩვენთვის არის უბრალოდ რაღაცა კარდიოგრამა, ანუ დავინახე რა გჭირს. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი დავარწმუნე პირადად შეხებისას, რომ მოდი მე მომეცი ხმა და ნაციონალურ მოძრაობა წარმოვადგენ და შევიცვალეთ საკუთარ შესწავლაზე ჭკუანასწავლი ვარ და ასე შემდეგ. მოგცა ბევრმა ხმა, ბუნებრივია, მაგრამ ბევრმა არ მოგცა. კი ბატონო, ვიყავი საერთო ოპოზიციური კანდიდატი, მაგრამ იმ საერთო ოპოზიციური კანდიდატს ის პარტიების ხმები ხო უნდა წამოიღო, ხო უნდა დაეწმუნებია. სხვაგანაც ხო იყვნენ საერთო ოპოზიციური კანდიდატები, მაგრამ სწორად გუნდმა, შტაბმა სწორად ვიმუშავეთ. მაგრამ ეხლა ხედავ, რომ თუ კი არსებობს ადამიანი, რომელიც მოდის და შენ როგორც ნაციონალურ მოძრაობის კანდიდატს ხარს გიჭერს, გძნობ რომ ხვალ ის შეიძლება გახდეს ჩვენი პოტენციური ამორჩეველი და თბილისში გაცილებით ბევრი არიან ასეთები და დიდ ქალაქებში ამაზე მე მგონი შევთანხმდებით. და ეს უნდა იყოს ჩვენი დაუმალავი, დაუფარავი ამოცანა, რომ ელექტორულად გავიზარდოთ და ჩვენი თუ ვინმეს ეშინია პროპაგანდის გამო, რომელსაც ეწევა ამ რა ვიცი 9 წლის განმავლობაში ქართული ოცნება, რომ აფრთხობს ახალგაზრდა ადამიანს, იმიტომ რომ ლეგენდებს თავში უდებენ და twins ურეცხავენ, ხო? ეს ყველაფერი ეს გამოწვევები გადავლახოთ ისე, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს და ამ შესაძლებლობას მე რო არ ხედავდე, მე უბრალოდ მონაწილეობას პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში არ მივიღებდი, გულახდილად გეუბნებით. პარტია არის დიდი, არის სისტემური პარტია, ნომერ პირველი პარტია, იმიტომ ქართულზე პარტია არ არსებობს. სადაც ბევრი გავლენა გახვევია თავს, ბევრი ინტერესი გახვევია თავს, მაგრამ მე მინდა რომ ჩვენი პარტია იყოს ის პარტია, რომელიც ვიწრო ჯგუფების ინტერესებს კი არ მოემსახურება, ძვირფასო მეგობრებო. არამედ ხალხს მოემსახურება ფართო გაგებით. და ეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი გახდება ხალხის ჩართულობით მმართველობაში. და ჩართულობა უნდა უზრუნველყოთ უახლოეს პერიოდში. აი შემდეგ მნიშვნელოვანი საკითხები, როდესაც ექნება პარტიის გადასაწყვეტი, აუცილებლად უნდა გამოვიდეს იმ პლატფორმაზე, რომელიც დახვეწილი იქნება რის მეშვეობით ეხლა ჩვენ თავმჯდომარეს ვირჩევთ. უდიდესი გამოწვევები გვაქვს და ექნება ნებისმიერ ადამიანს, ვინც არ უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ხო? ერთი მხრივ ჩვენ პარტიის განვითარებას უნდა ვიფიქროთ. მეორე მხრივ აუცილებლად სამოქალაქო პროტესტი უნდა აბუყბუყდეს ქვეყანაში, რაც აიძულებს ბიძინეევანიშვილს დათმოს ის, რასაც ახლა ართმობს და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი მაგისტრალური ერთ-ერთი ამოცანაა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია იყოს თანამშრომლობისთვის განწყობილი ნაციონალური მოძრაობის მიმართ და მათ ნდობა ჩვენს მიმართ გაეზარდოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ერთობა ესე უბრალოდ ერთ რიგით კალენდარულ დღეს არ შემდგარა. ძალიან ბევრი ვიშრომეთ
და ეს ერთობა ვერ მოარღვია ბიძინა ივანიშვილმა დღემდე. და ვერ მოარღვია, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მუშაობდა, ბევრი ადამიანი მუშაობდით ამ მიმართულებით, მაგრამ საერთო ინტერესის გარშემო გავერთიანდით ჩვენ და ამან მოდი სიმართლე ვთქვათ, შეადუღობა ეს პარტიები. რომ არა ეს საერთო ინტერესი ბუნებრივია, შესაძლებელია პარტიები, რომლებიც ელემენტარულად საარჩევნო კამპანიაში თავს ერთმანეთზე ვესხმოდით, ხო? ესეთობა არ შემდგარიყო. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა ვერაგი მტერი ოლიგარქი დავამარცხოთ, უნდა გვესმოდეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას უნდა ყავდეს ბევრი მოკავშირე და ნაციონალურ მოძრაობას პირველ რიგში უნდა ენდობოდნენ და ჩვენ უნდა ვენდობოდეთ მათ. ჩვენ ვართ დიდი პოლიტიკური პარტია, გავხდებით კიდევ უფრო დიდები, ვიდრე ვართ, მაგრამ ნდობა პარტიებს შორის ასევე უნდა გაიზარდოს. მე ხა სურს არ ვიცი, კითხებს ვუპასუხო რამდენიმეს, რასაც მოვასწრებ. სიამოვნებით ვუპასუხებ ეხან კითხვებს, რაც ალბათ მეორდება კიდევაც. ხო, მიშა სააკაშვილზე ბუნებრივია ხა ამას ველოდებთ კიდევაც ბევრი ადამიანი ხა ჩავხედეთ თუ არა კითხავს. ხანო, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, მე ნაციონალურ მოძრაობაში გავწევდი 2014 წელს. 2014 წლის აგვისტოს თვეში. 2012 წლის ნოემბრის თვემდე მე არათუ ნაციონალურ მოძრაობის წევრს, პოლიტიკოს, აი უბნის უფროსაც კი არ ვიცნობდი, სწორად გამიგეთ, აქტივისტსაც კი არ ვიცნობდი და საერთოდ არც ერთ პოლიტიკოს არ ვიცნობდი 2012 წლის ნოემბრის თვემდე. იმ ბრძოლაში, რომელშიც მე ჩავერთვე გააზრებულად და ცივი გონებით. 2014 წელს რომ არა მყარი ჩემი დამოკიდებულება იმ პრინციპებისადმი, რომელსაც ატარებს ნაციონალური მოძრაობა, ხო? მე ამ გუნდში ხა 7 წელი ვერ გავჩერდებოდი ნამდვილად და ვერ ვიქნებოდი მისი ერთ-ერთი ლიდერი, ხო? და ადამიანი, რომელიც შესაძლებლობის ფარგლებში იბრძვის ყოველდღიურად მეგობრებთან ერთად. ეს წმენა მე რო არ მქონოდა ეხა 2014 წელს ამ ნაბიჯს უბრალოდ ვერ გადავდგამდი. და ბევრი წინაღობების და მიუხედავად ეს ნაბიჯი გადავდგი. და რატო გეტყვით? ჩემ წარსულს არ ვემალები და არც არასოდეს დავემალები, იყო წლები, რიგითი მოქალაქე, ახალგაზრდა ადამიანი, ტაში უკრავდი ბევრ წარმატებულ რეფორმას, როდესაც მე მაგალითად ინგლისში ვსწავლობდი, მე ამაყებოდა ის რეფორმები, რომელიც წარდებოდა აქ და ჩემს თანაკურსელებს იამაყედ უყვებოდი რა ხდებოდა ქვეყანაში, ხო? მაგრამ იყო საკითხები, რომელსაც მე უბრალოდ არ ვეთანხმებოდი. და მქონდა სამოქალაქო პროტესტი, არა? ახლაც მიმაჩნია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს დასანანი მარცხი იწვია ნაციონალურ მოძრაობა და ყველაზე მეტად იცი რაზეც წნება გული, იმაზე წნება რომ უდიდეს გაკეთებულ საქმეებს ჩრილი მიადგა 2-3 ძიმე შეცდომების გამო. აი ამაზე ნამდვილად გული წდება ამ გადმოხსახებიდან ხო საერთოდ. და დავკარგეთ დამატებითი 9 წელიწადი. და მიშა სააკაშვილი მე გავიცანი 2013 წლის აღარ მახსოვს, ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, უბრალოდ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა არ იყო. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? აქ საუბარი მიდის ხოლმე სოციალურ ქსელში, ხშირად წერენ, რომ იცით რა არის, მელი არის ადამიანი, რომელსაც არ უნდა ამ შევაწყობას მესმაყენებდა, შევაწყობას პირველ რიგში აყენებდა მიხეილ სააკაშვილს. არ უნდა რომ მიშა სააკაშვილი ჩამოვიდეს ქვეყანაში, ხო? მელი არის ბრძოლის უნარო, მელიას არ შეუძლია შემოგზავნილია ხას. ნუ როგორც მე ახლა უკანასკნელ დღეებმა დამარწმუნა ჩვენს გარშემო ფუსფუსებენ არათლად მაინდამაინც კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც პარტიის რიგებსაც არ წარმოადგენენ და ბუნებრივია ხა არიან ხალხი ჩასაფრებულები, ანგაჟირებულები, წახალისებული ხელისუფლების მიერ, რომლებიც ცდილობენ შუღლი ჩამოაგდო პარტიის წევრებს შორის, ლიდერებს შორის. მაგრამ ერთი რამე დაიმახსოვროთ ხახო. დღემდე მახსოვს ამ პარტიაში რატომ მოვედი. და ჩემი ერთ-ერთი თავარი
ღირებულება ეს მიმაჩნია ახლა ანუ მახს არ დამვიწყებია რატომ მოვედი იმიტომ რომ მინდა ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება იყოს პერსპექტიული და არა ოლიგარქიული განვითარება იყოს პერსპექტიული და სანამ ეს გამოწვევები არსებობს სანამ ქვეყანაში ერთი კაცი ბატონობს და მას უნდა რომ დიდი ხანი ასე იყოს ამ ბრძოლაში ვისაც არ უნდა მოწონდეს იქნები ყოველთვის წინა ხაზზე და გამარჯვება მალე მოვა ძალიან ამიტომაც მინდა რომ ბევრი გავხდეთ ბევრი ჯანსაღი ადამიანი გავერთიანდეთ ის ადამიანებიც რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არ არიან მაგრამ მე ხო ვიცი მათ უნდა ჩვენთან ერთად ყოფნა იქით მისვლა უნდა პროაქტიურები უნდა ვიყოთ არა მხოლოდ აქტიურები და გამარჯვება როცა მოხდება და ბიძინა ივანიშვილი თავის ოლიგარქიულ ბერკეტებს ხელს გაუშვებს ხო? ყველა პოლიტიკური დევნილიც დადგავს ქართულ მიწაზე ფერს, რა თქმა უნდა პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი და ყველა პოლიტიკური პატიმარი გამოვა ქვეყნიდან, საპატიმროდან. ეს 2x2 4-ია. როგორ ხედავ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის პერსპექტივას? პირდაპირ გეუბნები, ერთადერთი გზა არის. აქ ადგილზე მყოფებმა ჩვენ ნაციონალ მოძრაობამ ქართულმა ოპოზიციამ უნდა დავამარცხოთ ოლიგარქი. სხვა უბრალოდ ერთმანეთი არ მოვატყუოთ ხახტო. ადამიანი რომელიც ყველაფერზე წამსვლელია და ყველაფერს კადრებელია ბიძინა ივანიშვილი. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ფიზიკურად განადგურებასაც იმოაწერს ხელს მიხეილ სააკაშვილისას ბიძინა ივანიშვილი. სანამ ეს ბატონი არის მართლა სადავეებთ. ამიტომ რომ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება. და ამის შემდეგ ეხა ადამიანი რომელიც არის ავტორი ქვენ სახელმწიფოს მოდერნიზებისა. ეხლა მეც ეხლა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რო იყოს, მე როგორც პოლიტიკოსი, როგორც მისი გუნდის წევრი, უფრო ძლიერი არ ვიქნებოდი ჩემ შესაძლებლობებში? რა თქმა უნდა. ასევე ყველა დანარჩენი ჩვენი მეგობარიც. ამიტომ საუბარი იმაზე რომ მე ნიკა მელიას არს, აი შეურაცხყოფელია პირველ რიგში ჩემთვის და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილისთვის. და ეს შეურაცხყოფა მოდი ერთმანეთს არ მივაყენოთ, კარგით? შევთანხმდეთ. მე აღმოვაჩინე რომ ნაციონალური მოძრაობის არ ვიცი რაღაცა ხარდაჭერის საფარ ქვეშ ჩვენს ყოლია ეგრეთ წოდებული ქოცები. ძალიან სამწუხაროა. ქოცი მარტო ქართულ ოცნებაში კი არა, ანუ მისი მდგომარეობა, მისი ხედვებია. მაგრამ მე დარწმუნებული ეს ადამიანები არიან უბრალოდ ფუნქციის შემსრულებლები დავალებით. და ერთობას ვერ მოარღვევთ, გამორიცხული არის. გაერთიანებისკენ არის გეზი აღებული. და ეს გაერთიანება პირველ რიგში დაიწყება პარტიის შიგნით. და მეორე პარტიის გარეთაც, პარტიებს შორის. როგორ ვაპირებთ დამარცხებას? როგორ ვაპირებთ დამარცხებას? ისე როგორც დამარცხებულა ძალიან ბევრი ოლიგარქი მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის რაც მოხდა 31 ოქტომბერს, როგორც უნდა მომხდარიყო. თელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ხო ხედავთ, თავიდან კარგი გაგებით პაუზა აიღო, დააკვირდა პროცესების განვითარებას და არ იჩქარა დასკვნების გასაკეთებლად. რასაც ვისურვებდი ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ნუ რაც მოხდა, მოხდა. და ამას აქვს თავისი ახსნა ხახტო. ყველა წინა არჩევნებზე, რაც კი ამ ქვეყანაში ჩატარებულა, 10-ჯერ, არა 9-ჯერ, 8-ჯერ, სრული პასუხისმგებლობა უნდა 10-ჯერ მეტი დამკვირვებელი ჩამოდიოდა სახელმწიფოს ქვეყანაში, საქართველოში, ვიდრე ეხლა იყო ჩამოსული. სულ რაღაც 133 დამკვირვებელი იყო ჩამოსული, 77 უბანზე იდგნენ. 3800 უბნიდან. 10-ჯერ ნაკლები. ბუნებრივია დასკვნების შეფასებები უბრალოდ ვერ გაკეთდა. ამას დრო დაჭირდა, მაგრამ აი უკანასკნელ დღეებში თქვენ აკვირდებით, რომ საერთაშორისო ჩვენი პარტნიორები მათ შორის აი გუშინ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება, ხო? უკვე ხდება რეალობასთან ახლო. და ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ იმ პარლამენტში, სადაც ისინი ეხა რაღაცა ფრაქციის ხდომებს ატარებენ, იმიტომ რომ არ არის პარლამენტი, დიდხანს ვერ გაჩერდებიან. და ის პრინციპულობა უნდა შევინარჩუნოთ ახლა და ეს მიდგომა საკითხისადმი.
და ფეხი არ მოუცვალოთ აი ამ პოზიციას, რომ არ მოფორმოთ მოპარულ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილს. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ანთმობს ამ მის პოზიციას და არჩევნები ჩაენიშნება ახალი, ან მას ნამდვილად მოუწევს აღიარება იმისა, რომ მან მიიტაცა არჩევნები. და როდესაც საუბარი არის რევოლუციაზე, ხალხო, კიდევ ერთხელ ეუბნებით. რევოლუციას ერთი არ აწყობს ოპოზიცია, ყოველთვის ეს უკვე მე მგონი ბანალურია, ყოველთვის გავიმეორებ, ხელისუფლება აწყობს და ორი რევოლუციაში რას გულით, მე პირადად რას გულით ხო რევოლუციაში. რევოლუციაში რას გულით ხო? როდესაც შენ მიუქმებ მე არჩევნებს და აღარც მიპირებ რომ არჩევნები ჩამეტარო, მინდა სამოქალაქო პროტესტით გაიძულო, რომ არჩევნები ჩაატარო. მანამდე გადადგე. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, რითიც დავიწყე, იმით გავაგზავნებ და მალე დავასრულებ, ვაპირებ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, სხვადასხვა ჯგუფებთან. პრაქტიკულად ალბათ ყოველდღიურად მექნება კომუნიკაცია მათ შორის სოციალური ქსელით. რაც არ ყოფილა, მოდით ასევე სიმართლე ვთქვათ. მინდა რომ აი პრაქტიკულად საქმის კურსი იყოთ, რას ვაკეთებ? აი დილი და ღამე რომ დამთავრდება სამუშაო დღე, პოლიტიკური დღე იცოდეს ამორჩეველმა, პოტენციალურ ამორჩეველმა რა გავაკეთეთ. აი რა ჯანდაბა გააკეთა ნიკა მელიამ, რომ მივიდა პარტიულ ოფისში დღეს, მაგალითად, როცა იქნება არის 17 მარტი. მინდა რომ ყოველთვის საქმის კურსი იყოთ. და აუცილებლად იქნებით. პარტია პოლიტიკური გირჩი, ჩემთვის არის როლ მოდელი, იცით რა ფალსაზრისით, რომელმაც პრაქტიკულად თეთრი ერთი, რა ვიცი ხა ძალიან ცოტა ფული დახარჯა ხო არჩევნებში. თბილისში გავიდა მესამე ადგილზე. როგორ? მე ვიცი როგორ და ბევრმა იცით. ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ქონდა საზოგადოებასთან. მის ამორჩეულთა, პოტენციურ ამორჩეულთა ძალიან მჭიდრო, პრაქტიკულად ყოველდღიური, სხვადასხვა ფორმატებში, სხვადასხვა პლატფორმებზე. და მესამე ადგილზე გავიდა თბილისში. და ჩვენ სისტემური პარტია, რომელსაც გვაქვს უდიდესი შესაძლებლობები, ხო? არ ვიყენებთ იმ შესაძლებლობებს, რომელიც თან ახლავს მაღალ ტექნოლოგიურ, რა ვიცი, ერას, ეპოქას. არ ვიყენებთ რა ეხლა, ამ ბეწვა დანაშაულობ ჩემთან, მაგრამ ეხლა გამარჯვების შემთხვევაში ხო გაცილებით უფრო მეტი პასუხისგებლობა მექნება. გაცილებით უფრო მეტი პასუხისგებლობა, რომ მალე დაიდოს ეს შედეგი. არა 6 თვეში, 1 წელიწადში, ძალიან მალე. და გული მწყდება, პირდაპირ გეუბნებით, როდესაც ქუჩაში მხვდებიან, არ მინდა ეს მოვისმინო, არ დაგიმალოთ. აი ბავშვიცა ვარ, გულახდად გეუბნებით, დღესაც მგვალ ბაღთან, აი ვიყავით მე და ჩემი მეგობარი გიორგი კონდახიშვილი დილით 11:30 იყო დაახლოებით. და ქალბატონი ბავშვს ასე უნდა გვალ ბაღში და მითხრა რომ აი კიო გედაცა, მაგრამ აი იქნება აი პარტია შეგეცვალოთ, აი პარტიაში არ იყოთო რა, აი თქვენი პარტია გააკეთე. ეხლა წესი და რიგით რა ადამიანურად რომ ესიამოვნოს ეს ეხლა ადამიანურად კეთილგაწობას გიფიქსირებს ქუჩაში სასიამოვნოა რა არა სასიამოვნო არა მაგრამ როცა იცი რომ თქვენი ტეტპონდე ხარ ამ პარტიულ ცხოვრებაში ჩართული სადაც ძალიან მაგარი მეგობრები შევიძინე უკანასკნელ 8 წელს განმავლობაში რომლების გამოც შუბლის შემშველი ვარ ტყვიაზე ხო ტყვიისთვის შუბლის შემშველი ვარ ეს უკვე აღარ სიამოვნებს. გძნობ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, იმიტომ რომ თან ერთი ადამიანი ერთის მეუბნება რომ კარგი ადამიანი ხარ, ხმას მოგცემდი, მაგრამ იმ პარტიიდან წადი და სხვაგან იყავი. ეს ადამიანი მინდა დავარწმუნო, რომ არა აი ამ პარტიაში ვარ, ვჩები და მინდა განვავითარო და მინდა მათ შორის თქვენთან ერთად განვავითარო. და მინდა ასეთი ადამიანები მომრავლდნენ ჩვენს რიგებში. დავარწმუნო რომ ეს არის პლატფორმა მოძრაობა ნაციონალური ეროვნული მოძრაობა ნაციონალური რატო დაერქვა პარტია არ იყო მოძრაობა ხო სადაც ყველასი ადგილი იქნება სადაც არ იქნება ადამიანი სადღაცა თანამდებობაზე თუნდაც ოპოზიციიდან და რაღაც დირექტივებს გასცემს არა ჭიდრო გულახდილი ურთიერთობა იქნება თქვენი წილი უნდა ჩადოთ აქ და ეს მოხდება ეს არის ჩემი ამოცანა და თუ ეს ვერ გავაკეთებ, პირდაპირ გეუბნებით რა, მე კურს დავიხურავ და ჩემს ნერვებსაც, ჩემს ასე თქვათ,
ჯანმრთელობასაც, თქვენ ჯანმრთელობასაც, თქვენ ნერვებსაც, ეხლა თუ საქმე არ გამომივიდა და შედეგი ვერ დავდე, ბუნებრივია თქვენ ნერვებსაც ვავნებ, ხო? და პარტიიდან კი არ წავალ, ხახო. სამწუხაროდ, რასაც ადგილი ჰქონდა ეხლა. სხვას დაუთმო და სხვა მაკეთოს. მაგრამ გონია რომ ამბიცია სჭირდება შესაბამისი ამუნიცია და ეს ამუნიცია არსებობს ამ პარტიაში, პარტიის მიღმაცაც და ამბიცია ხო არსებობს და არსებობს. მაგრამ ბუნებრივია რეფორმას მოყვება რისკი, წარმატებებიც და წარუმატებლობებიც, ხო? რისკში გაერთიანებული არის. მაგრამ ამისიც არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა შემეშინდეს. და ამ შიშით მე უმოქმედობა არ უნდა ვარჩიო მოქმედებას. იმიტომ რომ წარუმატებლობის შემთხვევაში რიგი მიმართულების, ხო? უნდა ვიცოდე რომ იქაც მივიღებთ შედეგს, იმიტომ რომ ნახავთ რამ არ იმუშაოთ ის უნდა გამოასწოროთ. 1, 2 და 3 მიმართულება არ უნდა ამუშავდეს. უამრავი მიმართულება ერთდროულად უნდა მუშაობდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ. თავარი ჩემთვის არის ახალი ადამიანების მოზიდვა ნაციონალურ მოძრაობაში. ახალი გულანთებული პატრიოტი ადამიანების მოზიდვა ნაციონალურ მოძრაობაში. როგორც ახალგაზრდების განსაკუთრებით და მათთვის ზურგის ქარის ფუნქცია მინდა შევასრულო, რაღაც დაგიმალოთ, იმიტომ რომ დანში ამ ყველაფერში დავწმუნდი და გამოსვლილი ადამიანებისა, იმ გამოსვლილ გუნდთან, რომელიც აქ არის და ელოდება შევსებას. ჩვენ არ გაქვს ის საკმარისი ხარისხის ურთიერთობა საზოგადოებასთან, რომელიც უნდა გქონდეს, მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე. ესე არ არის. პოლიტიკა არ არის მხოლოდ საუბარი ტელევიზიის სტუდიებში და კომენტარების კეთება. აი კომენტარი ტელეშოუებში სიარული ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია პოლიტიკოსის ცხოვრებაში, ხო, ამის გარშე გამორიცხულია, ხო? მაგრამ მარტო საუბარი ყოველდღე ველზე მუშაობის გარეშე უბრალოდ გამორიცხულია. ყოველ დღე ჩვენ უნდა ვდიდრდებოდეთ კადრებით, ანუ საკადრო ახალი განათლებული ახალგაზრდებით და ნიჭიერი პერსპექტიული საქართველოს მოქალაქეებით. ყოველ დღე პოლიტიკოსი სტუდიაში უნდა დადიოდეს და უნდა მუშაობდეს აქტიურად საზოგადოებასთან. აი როგორც მარტო ქონი არის ქონი და მარტო ხორცი არის ხორცი, ხო? იგივეა დაახლოებით პოლიტიკაში ალეგორიულად ვთქვათ, ან მარტო საუბარი არ არის საკმარისი ტელევიზიით. ხელი ჩამოთმება უშუალო კონტაქტი ამორჩეველთან, აი ეს ორივე ერთად. ასეთ შემთხვევაში არის აი ლორს მივიღებთ. აი მარტო ხორცი ხო არის ხორცი, მარტო ქონი ქონი. ლორი გვინდა, ჩვენ კაი გაგებით. ცოტა რომ გავიხუმროთ. ამიტომ სტუდიაში რო ივლის პოლიტიკოსი, სტუდიიდან მოვიდეს და დღის განმავლობაში როგორ შეიძლება ნაციონალურ მოძრაობის ლიდერმა ერთი ახალი მხარდაჭერი ვერ მოუყვანოს პარტიას, ხა? გამორიცხული ამბავი არის. ეს გაკეთდება, გეგმები არის ამბიციური, ხედვა მოკლედ ახლა გაგაცანით, მაგრამ ძალიან ინტენსიური კომუნიკაციის პირობებში ყოველდღიურად პრაქტიკულად იმედია მექნება შესაძლებლობა და ვინც არ უნდა იყოს, მას უნდა გქონდეს ამისი მზაობა და ასე იქნება, რომ კულტურა პოლიტიკის კეთებისა გაჯანსაღდეს და აი ამ კულტურას, როდესაც ჩვენ აქ დამერგავთ, ბევრი ხარდაჭერი და ბევრი ამორჩეველი კარგი გაგებით გათამამდება და ხარდაჭერიდან იქცევა ნაწილად ამ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის გავითარების ჭრილში ნაწილად, რომელსაც ქვია ნაციონალური მოძრაობა. უბრალოდ ხმა მოგეცი 31 ოქტომბერს არა, 31 ოქტომბრამდე შენ უნდა ჩადო წილი აქ. შემდეგი არჩევნებამდე მე მინდა რომ ნაციონალურ მოძრაობაში ანაზღაურებადი არჩევნების დღეს რა ადამიანებიც ყავს ხოლმე პოლიტიკურ პარტიას, მინიმუმ ორჯერ იმაზე მეტი მოხალისე ყავდეს და გულანთებული ადამიანი ყავდეს. ეს მიღწევადია, ამას ჭირდება დიდი შრომა, ჯაფა, კოორდინაცია, რისკის გაწევა და ვიყო გულახდილი თქვენთან. ამას ვაპირებ. კრიტიკასაც ავიტან, ამიტანია, დაუნსახურებელსაც, იმიტომ რომ შეგუებული ვარ, როდესაც ხარ ამხელა პარტიის ერთ-ერთი სახე მოლაპარაკე თავი, ხო? ეხლა ყველა სგან არ უნდა ელოდებოდე
ქებადიდებას და არც ველოდები პირიქით, მაგრამ აქ უნდა შეიქმნას ისეთი ფორმატი, რომ შეცდომების დაშვება იქნება მინიმალიზებული. ამიტომ დიდი მადლობა მონაწილეობისთვის იმ არჩევნებში, რომელიც მიმდინარეობს და მე ამაყება, რომ პრაქტიკულად მე და ლევან ვაშალომიძე შეიძლება ითქვას პარტიის ისტორიაში ჩავეწერეთ უკვე, როგორც აღნიშნეთ დამთავრდეს ეს კენჭისხრა, იმიტომ რომ პირველები ვიყავით, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მივიღეთ, ისევე როგორც მე მახსოვს, ხა 2016 წელს პირველი კარდაკარი, აი კარდაკარო დავდივართ. 2016 წელს სერგო რატიანი იყრიდა კენს გდანში და ერთად გავაკეთეთ მაშინ კარდაკარი პირველად გახსოვთ ხა მანამდე ხა არ კეთდებოდა კარდაკარი, ხო? ეს დღეს ჩვეულებრივი რაღაც პროზაული ამბავია კარდაკარი, ანუ პოლიტიკოსი მიდის 2016-17 წელს უკვე ხდებოდა. 2016 წელს ესეთი რამე არ ხდებოდა, ხო, კორპუსებში ჩამოვლა. ეს ტრადიცია თუ მოირგვა და ნაციონალურ მოძრაობაში კვლავ ჩვენ დავნიშნეთ წამყვან პოზიციებზე ადამიანები, ნუ უბრალოდ ჩათვალეთ, რომ ზურგი შეგაქციეთ. ჩვენ თუ თქვენ ვერ ჩაგდეთ ამ პროცესში, ესე იგი ჩვენ არ ვივარგეთ. ჩვენ თუ ვართ დღის განმავლობაში ამ პარტიულ ოფისში 20-30-ნი და არ ვიქნებით 60-70-ნი და ყველა პარტიული ოფისი არ იქნება ცოცხალი და წარმატების გარემო აქ არ შეიქმნება, ჩვენ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ, ყოველთვის მოგფარავს გამარჯვებას ის ვინც მიდრეკილია მოპარვისაკენ. ამიტომ ძალა ხალხშია, ჩვენ ნაკლოვანებებიც ვიცით, ჩვენი სიძლიერების ძლიერი წერტილებიც ვიცით, ვიმუშავებთ ნაკლოვანებებზე, ძლიერ მხარეებს გავაუმჯობესებთ და ვერავინ ვერ მოგვერევა. გამორიცხული არის, რომ გამარჯვება არ დადგეს ძალიან მალე. ჯერა ბევრი ვართ, უბრალოდ უნდა ვიყოთ უფრო თამამები, უფრო გამბედავები ყველა თვალსაზრისით. და ამის მზადყოფნაც არის, თუ კითხვა ვერ გძნობთ, ჯერ ძალიან მალე ამ ყველაფერს დაინახავთ. ამიტომ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებისთვის, რომელსაც თქვენთან ერთად ვაღწევთ. ეხლა წარმატება არის ის, რომ პარტია, იცით ხშირად რა გააკეთა პარტიამ საუბრობთ, თქვენთან ერთად მივაღწიეთ, რა გააკეთა პარტიამ, რა გახახდო. ეს პარტია, როგორც პოლიტიკური პარტია, ჩვენთან ერთად შეინარჩუნეთ. არა, უბრალოდ ეხლა რომ ახსენდება, რამდენჯერ ნემსის ყუთში გავძვერით და რამდენჯერ გადავრჩით უბრალოდ განადგურებას. და რო არ ყოფილიყო ნაციონალურ მოძრაობა პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ხო? ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ძალიან დიდი ხანი მგონია რეალური ოპოზიციური პარტია ვერ აღმოცენდებოდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ძალიან დიდი პატივისცემით გავიშვალე განსაკუთრებით პოსტ არჩევნები 31 ოქტომბერს პარტია ლელოს მიმართ, მაგრამ ნუ მაღალბათო პარტია ლელო ვერ დაიწყებდა ფუნქციონირებას. ბევრი სხვა რო არ შეინარჩუნებია ნაციონალურ მოძრაობას იმ უმძიმეს წლებში 13, 14, 15, 16 წლები მაგ ხედელობაში. ეს ველი ოპოზიციური სადაც შემოსული იყო ბიზნესმენები და გვაგდებდა ამ ველიდან და უნდა და გაეუდაბროებია და მარტო თვითონ ყოფილიყო და ვიღაცებს შემოიყვანდა ხელდასვით, ხო? ვიღა გაბედავდა პოლიტიკაში მოსვლას. ნუ გამაგიჟეთ ხახ, რომ ნაციონალურ მოძრაობა რო განადგურებულიყო და ძალიან ახლოს ვიყავით. ხო ვერ გაბედავდა. იფიქრებდა ყველა ახლად, ასე თქვათ, ჩამოყალიბებული პარტია რა, ახლა პარტია გადაყლაპა. ხო და ეხლა მე სად ვეკვეხები. ამიტომ ამ თვალსაზრისით ისტორიული როლი შეასრულა. მაგრამ ეხლა სხვა გამოწვევები გვაქვს. გამოწვევები, რომელიც უკვე ხელშესახები არის. ვიცით, გაგვიკეთებია და გავაკეთებთ. თქვენთან ერთად ოღონდ, მარტო ვერ გავაკეთებთ. გამორიცხული არის. არ დაიჯეროთ, რომ იმ ერაში, იმ ეპოქაში, სადაც ახლა პროტესტის გამოხატვის ფორმები მრავალფეროვანია, უკვე 2020 წელია ხახტო რა, ხო? პროტესტის გამოხატვის ფორმა სოციალურ ქსელში თქვენ არ დაკვირვებულ ხართ, რამდენჯერ გამოუხატავს საზოგადოებას პროტესტი და შედეგი მიუღია 24 საათში. არადა რო არ ყოფილიყო ეს შესაძლებლობა, აუცილებლად რუსთაველის გამზირზე დგომა მოუწევდა, როგორც ეს ხდებოდა წლების წინ. იქნება საჭიროება რუსთაველის გამზირზე დადგომის და იქნება, უნდა დავდგეთ, გადავდოთ Facebook-ი და დავდგეთ, მაგრამ Facebook-ზე შეიძლება ბევრი სიკეთის გაკეთება ნამდვილად. გაზაფხულის აქციებისთვის, ხო?
ძალიან მნიშვნელოვნად უნდა მოვიმზადოთ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ. ბევრი რამ. ჭუითაც უნდა ვაჯობოთ. ისეთი მოლოდინი უნდა შევქმნათ, რომელიც განხორციელდება. და სწორი სვლები იქნება გაკეთებული. ამასაც მუშაობა ჭირდება. მარტო სიმრავლე და მარტო ემოცია ამას არ ეყოფა. ჭირდება დაგეგმვა და მერე განხორციელება. რა თქმა უნდა, კოორდინაციით. ამიტომ თქვენი ხარდაჭერა ძალიან დასაფასებელია, მაგრამ მარტო ხარდაჭერა არ გვინდა უკვე. გვინდა თქვენი ჩართულობა. მაქსიმალურად ვესწრებთ თვითონ თქვენგანს მოგწვდეთ და გავიცნოთ ახლოს ერთმანეთი და პროცესში ჩაერთოთ. თქვენ გახდეთ შემომქმედი ამ თუ იმ პროექტის. და ვიყოთ ბევრი და მე უკვე ერთად მოუწოდოთ საზოგადოებას სხვადასხვა ნაბიჯებისკენ. ნაციონალურ მოძრაობასა და თქვენ შორის აღარ იყოს რაღაცა ჩატეხილობა. ეს მინდა ეს გამოგვივა, იმიტომ რომ ბევრი ვართ, უბრალოდ ბევრი თქვენგანი დეპრესიაში ხართ, ბევრი თქვენგანი გაწმილებული ხართ. შეხვედრივა ხალხს გდანის რაიონში პირველი თვეები ძალიან გამიჭირდა, არ დაგიმალავთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობის რიგ წევრებთან, რომლებმაც 2012 წლის არჩევნები წააგეს, 2013 წააგეს, 14 წააგეს, 16 წააგეს, 17 წააგეს, 18 წააგეს, ნუ ყოველ შემთხვევაში დაუმარცხდით, როგორ ამჩობა, ხო? და ვატყობდი, რომ დამარცხებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდათ. და როდესაც ვესაუბრებოდი ქალბატონო, ვიგებთ, ვიმარჯვებთ, უნდა ვიმუშაოთ, ეს გავაკეთოთ. გამოხმაურება რა მქონდა, იცით, საწყისად ღმერთმა გისმინოს შვილო. არ ჯერუდათ. წაგებულის მეტალობა ქონდა ჩამოყალიბებული, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, იქ იმ რაიონში მოვიგეთ და გავიმარჯვეთ, ხო? დღეს აბა მიდით ვიბრძანდით, გინდა ავჭავლაში, გინდა გდანში, გინდა მუხიანში. რამხელარწმენაა გამარჯვების, იგივე უნდა იყოს ყველგან. მოკლედ, დროებით, ჩემო ძვირფასებო, მე მგონი უკვე უნდა დაგასვენოთ. ბატონო ნიკა, მალე დავიწყოთ მასშტაბური აქციები, რაც მალე იქნება დიდი აქციები, მით უფრო მალე გავისვით პოლიტიკურ სანაგვეზე. დიახაც, ყველაფერს აქვს თავისი დრო. თქვენთან ერთად უნდა დავიწყოთ ამისთვის მზადება. სამოქალაქო პროტესტისთვის მზადება უნდა დავიწყოთ. ერთად უნდა დავიწყოთ. დავიწყება აუცილებლად. ბატონო ნიკა, გდანის შედეგები მოკავთ სამაგალითოდ და თბილისში მოსული 540,000 ამორჩევლიდან პროპორციულად ნმ მიიღო 122,000 ხმა, რაც 22.6% შეადგენს. კი ბატონო, ასე იყო, ხოლო აჭარაში მოსული 191,000 ამორჩევლიდან ნმ მიიღო 62,000-მდე ხმა, რაც 34% უტოლდება. 34 ხმა, გასაგებია, მე ძალიან კარგია. ეხლა გიორგი ბოტკოველმა რაც გააკეთა, რეკორდი მოხსნა. პარტიას იმდენი ხმა მოუტანა მის მეგობრებთან ერთად, მისი სამაჟორიტარო ოლქიდან არავის არ მოუტანია. 35,000 ხმა გიორგი ბოტკოველმა და მისმა მეგობრებმა კახეთის შესაბამი ოლქში. და ეს არის ჩვენი სიმდიდრე, რომ ასეთი ადამიანები გვყავს, ასეთი ადამიანები ხართ აჭარაში, ხართ კახეთში, რუსთავში, არ ვიცი, ქუთაისში. მაგრამ არის ადგილები, სადაც ეხლა ნახეთ, სადღაც მაგრად იგებ. ან ძალიან ეჭიდავები პოლიტიკურად, გაყალბების, დაშინების, შანტაჟის პირობებშიც რა, ხმა-ხმაშია ქართულ ოცნებას. მაგრამ სადღაც არის მაგრად გიგებს. რატო გიგებს? მაგრად. რაღაცაშია ხო საქმე. ანუ იქ ისე ვერ გაგიყალბა, გააყალბა ისე გააყალბა, სადღაც მაგრად გაგიყალბა, ხო? ამიტომ ეს პარტია ნაციონალურ მოძრაობა სანამ აი თავად პოლიტიკურ ავტობანზე, მაგისტრალზე გავა უახლოეს პერიოდში, კარგი გაგებდი პროფილაქტიკაში უნდა შევიდეს
რემონტზე. და იქიდან გამოვიდეს პირველად უფრო გაძლიერებული და იმედ ჩასახული და გაძლიერებული პერიოდში რწმენაში, რომ ჩვენ შეიძლება აუცილებლად ძალიან მალე გავიმარჯვოთ. იდეოლოგია რა არის რწმენა ხალხო. თუ შენ არ გჯერა რომ მოიგებ, ვერასოდეს ვერ მოიგებ. მე ვიცი ნაციონალურ მოძრაობის უკვე სუსტი მხარეები და ძლიერი მხარეებიც. მაგრამ მინდა რომ გიორგი ბოტკოვასაც რო გაუყალბეს, მაგრამ მაინც მაგარი შედეგი დადო, ხო? ლევან ხაბეიშვილს რო გაუყალბეს, მაგრამ მაინც მაგარი შედეგი დადო, დათო კირკიტაძეს რო გაუყალბეს, მაგრამ მაინც მაგარი შედეგი დადო. არ ვიცი, ყველა ადგილას რა ქუთაისში, ბადრისთან, ბასიშვილი, მაგრამ იყო ადგილები, სადაც გაყალბებას უფრო მძიმე ეფექტი ჰქონდა ჩვენთვის. და ეს არ უნდა დაუშვათ, გესმით? მე მგონი გასაგებად საუბრობ. თორე თქვენ რა გონიათ, ეხლა აჭარაში თქვენი წარმატება მე არ გამიხარდება, ხო? აი ეს რაღაც ნიშის მოგებით იყო. 1,5 მილიონიან ქალაქში, თქვენ პრაქტიკულად ჩემი სათქმელი თქვით, აი ამ კითხვით. 1,5 მილიონიან ქალაქში წარმატება უნდა მოვიდეს და მოვა. ნაციონალურ მოძრაობას ასევე მოდისიმართლე ვთქვათ. გაცილებით უფრო მეტი მოდება აქვს ელექტორალური რეგიონებში ვიდრე დედაქალაქში, ხო? და ჩვენ გვინდა რომ ის გავზარდოთ. და გაიზრდება. და ვთი გაიზრდება იმით, რომ ის ადამიანები შემოგვიერთებიან, რომლებიც ჩვენთან ერთად დღეს არ არიან. ხო. კიდევ ყველაზე მეტად, კი ბატონო, რა მოხდა თვალში არჩევნების დღეს? არჩევნების დღეს არის პლუსები, არის მინუსები, არის უპირატესობა, არის რაღაცა ნაკლოვანებები, ხო, რომელიც ანალიზის, ასე ვთქვათ, ეტაპს გადის ახლა ჩვენთა პარტიაში, მაგრამ ჩემთვის თვალში საცემი იყო შემდეგი, რომ არჩევნების დღეს უამრავი ადამიანი ჩაერთო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში. აი კამერების, ვიდეო კამერების თანდასწრებით ისინი ჩადიოდნენ დანაშაულს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ადამიანებს, აყალბებდნენ ასე შემდეგ. და მათ არ შეეშინდათ ხვალინდელი დღის. მათ არ იფიქრეს, რომ ახლა რომ იღებს მე ტელეკომპანიამ თავარი ტv პირველი ფორმულა ასე შემდეგ, ეს არქივს დარჩება და ხვალ თუ ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში, პასუხს რომ მომთხოვდნენ. რატო არ შეეშინდათ? ესეც გასაანალიზებელი არის. ვიღაცამ გამბედაობა მიანიჭა, ხო? გამბედაობა გაუზარდა დანაშაულის ჩადენისა. ესე იგი რაღაცა ჩვენს არასწორად გავაკეთეთ, კიდევ უფრო მეტი უნდა მოგვენდომებია. შეუძლებელია. ამაზე ხა შევთანხმდით, რომ არჩევნები გაყალბდა და ფაქტები არსებობს, მარტოდანის რაიონი იყოფა ამის დასტურებად, ხო? მაგრამ ამით არ შემოვიფარგლებით რა. ჩვენ ნაკლოვანებებზე ვიწყებთ სერიოზულ მუშაობას. მე არჩევნების დღეს დავინახე რა იყო ჩვენი ძლიერი მხარე და რა იყო ასევე სუსტი მხარე და ეს სუსტი მხარე სუსტი არ იქნებოდა, როდესაც ვიქნებოდით ნორმალურ სახელმწიფოში და დემოკრატიული საარჩევნო რა ქვია პროცესი იქნებოდა. და სამართლიანი არჩევნების პრინციპი იქნებოდა, რა ვიცი, ჩაბეტონებული. მაშინ არ იქნებოდა ეს ნაკლოვანებები, მაგრამ ვინაიდან ვიცით, რომ ვებრძვით ოლიგარქს, რომელიც ყველაფერია, შინაგანსაფეთქო მინისტრი, ძველი ბიჭიც, ქურდიც, ყაჩაღიც, ასე შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად ყველა ხრიჭო უნდა გქონდეს ამოვსებული და წინასწარ უნდა გქონდეს ეს ყველაფერი გათვლილი. მოკლედ, არ გავზარდებოდეთ დროებით და შემოგხსნიანებით უახლოეს დღეებში. დიდი მადლობა.